ომით ვერ მოუგებ რუსეთს. აი ვერანაირი შანსი ვერ არსებობს. ბირთვული სახელმწიფო და თეორიულად გამორიცხული. ვერანაირად ვერ მით უმეტეს ეხლა ვერ მოუგებ, იმიტომ რომ პირიქით პირველი დარტყმის უპირატესობა აღარ აქვს შეერთებულ შტატებს, ამიტომ გრენლანდიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, პირველი. დაახლოვოს მისი ბირთვული პოტენციალი რუსეთთან, რატომ? იმ თანამედროვე იარაღის ფონზე, რომელიც რუსებს აქვთ, რუსეთიდან გაშვებული ბირთვული რაკეტის 15 წუთიანი მონაკვეთი უნდა რომ ამერიკის კონტინენტს მიაღწიოს და იქ სტრატეგიული ობიექტები დაბომბოს, დაახლოებით სადღაც 1 საათის ფარგლები ჭირდება, რომ ყველა მთავარი ობიექტი დაიბომბოს. ამერიკიდან გამოშვებული დღევანდელი მისი რესურსი, რაც გააჩნია რაკეტები და ასე შემდეგ, რუსეთში რომ მოაღწიოს 9 საათი ჭირდება. ანუ უპირატესობა ამ მხრივ არის უპირატესობა, რომელიც ძალიან სერიოზულად განიხილებოდა, ვის ექნება ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში პირველი დარტყმის უპირატესობა, ხო? რა კი იქ რუსეთში საბჭოთა კავშირის დროს ეშელონი გაკეთდა, როდესაც ავტომატური პასუხი იყო, თუ შეერთებული შტატები რუსეთი საბჭოთა კავშირი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა, ყველაფერი დასრულდებოდა ამ ქვეყანაში. თქვენ იცით, ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა 1000 ობიექტი უნდა დაბომბილიყო. ეს იყო ახლა უკვე როცა გაიხსნა ყველა მათ შორის თბილისის ერთი სიამოვნება ჩვენს გვექნებოდა ერთი კაი დიდი ბირთვული რაკეტის მოხდრის გაფრთხილებოდა საქართველოს ესე იგი პირველი ყოველთვის იქნება უსაფრთხოება გამოვიდეთ ესე იგი ამერიკის საქციელი მე რა თქმა უნდა მხდება უამრავი შეფასებები ტრამპს ქართველი ეს უჭკვა გამორეცხილი ხალხი რამის კრემლის აგენტად აცხადებდა და აცხადებს კიდე არას მათ შორის თითქოს სერიოზული ხალხიც აბსოლუტურად აზზე არ არის რა პროცესი